დღეს მენიუშია თევზის ორცხობილები ტაილანდური რეცეპტით და ძალიან საინტერესო და ნოყიერი მთავარი კერძი. ბრაზილიურად მადალენა, კუსკუსი, ბრინჯი და ხორცი. საინტერესო მომზადების წესით. დესერტი ამერიკულად. ხრაშუნა ორცხობილას ძირი, შოკოლადის განაში და ფორთოხლის ციტრუსოვანი კონფი. მოდი ჩვენ დავიწყოთ ახლა აპეტაიზერით. აპეტაიზერი არის ძალიან საინტერესო, მე ძალიან მიყვარს აზიური კერძები და ავირჩიეთ თევზი. თევზი მე მაქვს პანგასუსი, თუმცა შეიძლება ნებისმიერი სხვა თევზის გამოყენება, ორაგულითაც მომიზადებინა ძალიან გემრიელია. მოდი თამთა შენ დამეხმარე ხახვს დავჭრი? ხო. ხახვი 1 ჯორები თეთრი ხახვი და ნიორიც გამიხეხეთ 3 კბილი. და ნიორსაც გავხეხავთ 3 კბილს. კარგი. ჩვეულებრივი თეთრი ხახვი 1 ცალი წვრილად დავჭრათ. მე ამასობაში თევზს წვრილად დავჭრი. დავკეპავ ასე, ხო? პანგასუსი თვითონ ძალიან ცხიმიანი თევზი არის და კარგად შეწვა არის საჭირო ამისი. ძალიან თევზის გემოც რო არ გქონდეს. და ამას გავანეიტრალებთ ჩვენ სუნელებით და ბოსტნეულით. უფრო სასიამოვნო გემო ექნება თვითონ თევზსა. პანგასუსი უკვე დავკეპე. მეც აქ ხახვი და ნიორი მზად მაქვს. გადავიტანე ჯამში. და დავიწყოთ პანგასუსის შეზავება. ხახვი და 3 კბილი ნიორი. ხახვი და 3 კბილი ნიორი. შებოლილი ნიორის ფხვნილი, თითქოს ცეცხლზე მომზადებული რო იყოს, ისეთი გემო რომ ისცეს. ეს კიდევ გაუნეიტრალებს გემოს პანგასუსს. მარილი თავისთავად. პილპილი ცოტა. ბევრი არ მინდა. საინტერესო ინგრედიენტი ეს არის თევზის соуსი. თევზის соуსი არის გენიალური ინგრედიენტი ჩემის აზრით, იმიტომ რომ ყველა ეს მკვეთრი გემო რაც აქვს კერძს, ხო, ეხლა რაც პანგასუსს აქვს, ხო, მაგალითად, ამას აბალანსებს და საერთო გემო გამოყავს ნებისმიერი კერძისგან, ასევე როგორც შეგვიძლია გამოიყენო ღორის ხორცთან, საქონლის ხორცთან თავისთავად. ანუ კონცენტრატი არის აი ამ თევზის არომატების. ლობიო, უკვე წინასწარ მოხარშული ლობიო პამიდორში 2 კოვზი. ეს ესევე იყიდება ქილებში გამზადებული ეს ლობიო, რომელიც გაჟღენთილია პომიდორის წვენით. რა თქმა უნდა, ლიმონი დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, ცოტა სიმინდის ფქვილი. 2 კოვზი. 1 კვერცხი. თუმცა შენ შეგვიძლია გაზი აანთო. ახლავე. საშუალო ცეცხლი, ზეთი. მწვანე ხახვი. ლობიოს მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიმინდიც. და ბარდაც. ამას ახლა მე ყველაფერს კარგად ერთმანეთში აურევ. ნახე რა კარგი ფერი მიიღო. ესეთი ფერი აქვს თითქოს თევზიც კი არ არის. ხო, ცოტა ქათმის ფილეს გავს. ეს პატარა გვალ ბურთებს გავაკეთებ. ცხელი ტაფა უნდა იყოს აუცილებლად. ეგრევე მალე დაიწყო შეწვა. და შეიკრას უცებ, რადგანაც საკმაოდ რბილი მასაა. და ესეც ბოლო. მოდი ამოვატრიალოთ უკვე ჩვენ. ხო, უკვე დაიბრაჭა. აუ. შოულები საალხის ფოთოლი, ლიმონი, მიწისწყლი ზემოდან. ნახე რა კარგი გამოდის. ერთი მხრიდან სჭირდება 4-5 წუთის განმავლობაში შეწვა, ამოატრიალებ და ზუსტად მაგდენივედ რომ მეორე მხარეს. სანამ ეს ბოლომდე შეიწვება, მე უკვე დავიწყებ სალათის აწყობას, რომლითაც გავაფორმებთ და დავასრულებთ ამ კერძს. ხო, წაიღებ თან, ხო? ხო. ეს დამჭირდება. ცოტა მიწისწყლიც დაგჭირდება. კი. ფოთლები სალათის, აი ესე ხელით დავხიოთ. სულ ცოტა ქინძი. ცოტა ზეითუნისეთი. და მოხალული მიწის თხილი დაახლოებით 30 გრამი. ხელით ამოურიოთ. და გადმოვიტანოთ თეფშზე, აი ესე კუთხეში. ესეც
აზიური соуსი, ტკბილი და მჟავი соуსი. თევზს საერთოდ ეს აზიურ კერძებს ძალიან უხდება ტკბილი და მჟავე, ტკბილი და ცხარე соуსი. ხო. რო ჭამდა ჯერ ტკბილით რო იწყება მერე რო მჟავე ხდება, მჟავე. მზად არის, შეგვიძლია გამოვხსნოთ. ძალიან მარტივი, სწრაფი და გემრიელი აპეტაიზერი. უნდა გავსინჯოთ, რომ გავიგოთ მართლა რამდენად გემრიელია ეს კერძი. ნახე. აი ეს არის მართლა გემოების ზეიმი. თევზის ორცხობილა მწვანე გარნირით ტაილანდურად. დაგჭირდება 300 გრამი პანგასუსის ფილე, 50 გრამი ლობიო, თეთრი ხახვი 1 თავი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნიორის ფხვნილი, პაპრიკა, პილპილი და მარილი გემონებით. ვამზადებთ მწვანე გარნირს. დაგჭირდება სალათის ფოთოლი 100 გრამი, მიწის თხილი 30 გრამი, 5 გრამი ქინძი, ნახევარი ლიმონი და ზეითუნის ზეთი 20 მილილიტრი და ტკბილცხარე აზიური соуსი. დავიწყოთ ხო უკვე ძირითადი კერძი. ჩვენ ვამზადებთ ბრაზილიულ კერძს მანდალენას. ეს არის საინტერესო, აქვს ორნაირი ბურღულეული, არის კუსკუსი და ბრინჯი. ხორცი ცალკე უნდა დავამუშავოთ. პირველ რიგში რაცაც დიდი ხანი სჭირდება, მაგალითად ბრინჯის მოხარშვას. ბრინჯი აუცილებლად. აქ მაქვს ცოტა მარილიანი წყალი, რომელშიც მოვხარშავთ ჩვეულებრივად ბრინჯს. დაახლოებით 120 გრამი ბრინჯი ჩავყაროთ. სჭირდება ღრმა ჯამი, თავისთავად კუსკუსი. ასე და ადუღებული ბულიონი. თუმცა წყლითაც შეიძლება მომზადება. ბულიონით უფრო გემრიელი. კუსკუსი გადიდდება. ხო, უნდა დაიფაროს, მეტი არც სჭირდება. პატარა კარაქს ჩაუგდებ და აუცილებლად უნდა დავახუროთ. ორთქლი შიგნითვე რო დარჩეს, უფრო მალე მომზადება, ხო? კი. გადავიდეთ უკვე ხორცის მომზადებაზე. ხორცი გვაქვს ჩვენ საქონლის გატარებული ხორცი. უბრალოდ უნდა მოვთუშო ორნაირ ლობიოსთან ერთად. ამას სჭირდება ცოტა ზეითუნის ზეთი. კარგად უნდა გაცხელდეს სტაფა. აქ მაქვს მე დაახლოებით 9 კილო ხორცი, გატარებულ საქონლის ხორცს მით უმეტეს თვისება აქვს რომ გამოვა წყალი. წყალი რომ გამოვა და დაიწყეს დაბრაწვას, მაშინ დავუმატებ უკვე ლობიოსაც. თუ გინდა მე გავხეხავ მანამდე პარმეზანს, რომელიც ასევე სჭირდება ამ კერძს. ჩვეულებრივად დაახლოებით 150 გრამი პარმეზანი მაქვს, რომელსაც კარგად ჩავხეხავ. ზეთი უკვე გაცხელდა, შემიძლია უკვე საქონლის ხორცი შევწყვა. საქონლის ხორცმა წვენი მალე რო გამოუშვას, მოაყრე მარილს. თუ ჩვენმა მაყურებელმა ვერ იპოვა კუსკუსი, რითი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ უფრო მოსაწყობად? ნებისმიერი სხვა ბურღულეული. შეიძლება ვთქვათ ღერღილითაც? ანუ ოსპი. ოსპითა ძალიან გემრიელი იქნება, წიწიბურათიც იქნება გემრიელი. წიწიბურათიც შეიძლება. აი ამასობაში პამიდორს დავჭრი წვრილად. ნიორი ხორცში პირდაპირ? ნიორი ხორცში პირდაპირ და ის ხახვი რო არის პატარა თოთა ისიც დამიჭერი რა ერთი ცალი. კაი. ერთი პამიდორი საკმარისი იქნება. კარგად ამოურევ. ერთი თავი წითელი ხახვიც გვაქვს. ეს დავუმატოთ. ბრინჯი უკვე თითქმის მზად არის. კარგი. დროა უკვე სუნელებით ჩავყაროთ. პაპრიკა. ნიურის ფხვნილი. მარილი. დავუმატებ ცოტას კიდევ და პილპილი. ამას კარგად ამოუღებ ხა. ამასობაში ქინძი დამიჭერი. და მწვანე ხახვი. ეხლა დავუმატებ მე უკვე. მწვანე ხახვი. ლობიოს, მწვანე ლობიოს, ფრანგულ ლობიოს, ხო? მწვანე ლობიო. პინტო ლობიო. ჩვენებურად ბათუმელა ლობიო.
ამას კარგად ამოურევ. ძალიან გემრიელი, ეს ცალკეც უკვე ძალიან გემრიელი იქნება. ამან კარგად უნდა იდუღოს ჯერ კიდევ. დაიწიოს წვენი. რეალობაში არ იწყებს ეს წვენი, ეს რეალობაში შედის ამ ხორცში, გაუჯდება ამ ხორცს. ბრინჯი უკვე მოიხარშა, გამორთოთ. ამაში ქინძი და მწვანე ხახვი მინდა. კაი, მოდი მე გავაგზავნე კუსკუსის და ბრინჯის მომზადებას. ხო. შენ დაგჭირდება ყველიც, რომელიც გავხეხეთ. კუსკუსი ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ხო, ყველაზე სწრაფად მზადდება, მე მგონი ბურღულეულს შორის. ბრინჯი. მოსავს კარგად ამოურევ ხა. აქვე მინდა ცოტა სიმინდის ფქვილი. აჰა, კიდევ უფრო შეკრას. კი. დაახლოებით 100 გრამი. კვერცხი. 2 ცალი. მარილი. და რა თქმა უნდა, პარმეზანის ხველი. პარმეზანის ხველი რაც უფრო ბევრი იმედი. კი. ცოტას დავიტოვებ, მაინც რომ ზემოდან მოვაყაროთ. და იმს კარგად ასე ამოურევ. მე ცომივით გახდა. ხო, შეიკრა. შეიკრა კი. შეგვიძლია უკვე დავიწყოთ აწყობა ესეთ ფორმაში. ხორციც მოამზადეთ ამთა. ცოტა ჯერ არა, გავასწოროთ, ხო? აი, აქაც დავუმატე და საკმარისია. ხორცი მოდი სულ გავუკეთოთ. ხო. გადავანაწილოთ. დავაწილოთ, ხო. ვიდეო. კიდევ ერთი ფენა. ზემოდანაც მოვაყაროთ ყველი. პარმეზანის ყველი თუ არ აგავ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შებოლილი სუგუნი. ეს კერძი დაახლოებით 6-8 ადამიანს ეყობა თავისუფლად. მე მგონი 8 ადამიანსაც კი. ვაწყობთ? ვაწყობთ, წამ. ნახე რა კარგად აფენები, ხო? ხო. ჩა. 200 გრადუსი, დაახლოებით 15-20 წუთი. ნახე რა კარგად გამოიყურება ოქროსფერი. გამოცხვა ძალიან გემრიელად, კი. როგორ გოჩასე? ხო. როგორი ხრაშუნა აქვს ზედაპირი. ვაა, რა კაი არომატი გამოვიდა. ძალიან. ულამაზესია მართლა, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეხლა მთავარია გემო. რა არის, ნახე. შეგვიძლია გავსინჯოთ. კი. ნახოთ, აბა. კუსკუსის და ბრინჯის ცომი, ასე ვთქვა. გემრიელი ხორცი. მთელი ხორცის გემო და ხორცის წვენი შეიწოვა ამ ბრინჯმა. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელი და ხრაშუნა. მადალენა ბრაზილიურად. ვამზადებთ ცომს. დაგჭირდება 200 გრამი ბრინჯი, 200 გრამი კუსკუსი, ბოსტნეულის ბულიონი 200 მილილიტრი და 40 გრამი კარაქი. შიგთავსისთვის გჭირდება საქოლის ხორცი გატარებული 600 გრამი, მწვანე ლობიო 200 გრამი, წითელი ლობიოც 200 გრამი, 2 ცალი პომიდორი, 1 თავი წითელი ხახვი, ნიორი 3 კბილი, 150 გრამი პარმეზანი, სიმინდის ფქვილი 100 გრამი, 2 ცალი კვერცხი, 5 გრამი ქინძი, 5 გრამი მწვანე ხახვი, ნიორის ფქვილი, პაპრიკა, პილპილი და მარილი გემოვნებით.
ძალიან გემრიელი კერძები გავსინჯეთ, ეხლა უკვე ტკბილი ნაწილის დრო დადგა, უნდა მოვამზადოთ ნამცხვარი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება და არის უგემრიელესი. აბა როგორ ვამზადებ? ორ ცხობილები გვაქვს შოკოლადის, რომელსაც შიგნით აქვს კიდე ვანილის კრემი. უნდა დავფხვნათ კარაქთან ერთად, ერთი ფენა იქნება ეს უბრალოდ ამ ფხვიერი ცომის, შემდეგი ფენა შოკოლადის განაში და ზემოდან ფორთოხლის ჟელესავით მოვამზადებ კონფი, ანუ ფორთოხლის კონფი. ზემოდან იქნება ერთი ფენა. აი, მაშინ მე დავიწყებ უკვე ცომის მომზადებას, ხო? კი, მე უკვე განაშს მოვამზადებ. აი ეს ორ ცხობილა გვაქვს. თანახე რა კარგი ორ ცხობილა. ეს უბრალოდ უნდა დაფხნა, კი. თვითონ კრემიც დაგეხმარება იმაში, რომ ადვილად მოზილო, ასე ვთქვათ, ცომად აქციო, მაგრამ კარაქიც დასჭირდება აუცილებლად ცოტა. დაახლოებით 90 გრამი. კი, ეგ აბსოლუტურად საკმარისია. და ეს ხელითვე ამოვზილო, ხო? ხელითვე ამოზილო, შენ უკვე წინაზე გაგაკეთებინე ესეთივე ცომი. უკვე შენ გაიწაფე ამ ცომების მომზადებაში. ჩავასხათ დაახლოებით 250 მილილიტრი ნაღები. დავუმატოთ 300 გრამი შავი შოკოლადი, მუქი შავი შოკოლადი. ეს არის 72%-იანი შოკოლადი. დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ამ პროცენტულობას, რადგან თუ ნაღებთან ერთად ვამზადებთ, შოკოლადის გემო არ დაიკარგოს, უნდა იყოს აუცილებლად მაღალპროცენტიანი მწარე შოკოლადი. ეს ცომი საერთო მასა უნდა იყოს, თუ ცოტა ფხვირის უნდა კონდეს რაღაც ნაწილებში. როგორც შეგიძლია, დიდი ხანი უნდა ზილო, ისე რომ ხელებში ნელ-ნელა ჩაგადნეს ეს კარაქი. შოკოლადის განაში ძალიან სწრაფად მზადდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კრემია, ასე ვთქვათ, რომ ამ ხელა შოკოლადის დოზას სხვაგან ვერსად ვერ მიიღებ ერთ-ერთ რეცეპტში. შოკოლადის კრემებს შორის. შვენი, მე მგონი ესეთი უკვე საკმარისია, ხო? მზად არის ესეც. კი. ამოაკარი ახლა ძირზე. მოდი ახლა შვენ. მოდი ამას მე უკვე ჩავაფინ, ხო, თან? კი. კედლები არ ამოუყვანო, მხოლოდ ძირი უნდა იყოს. ანუ ეს იქნება ერთი ფენა ძირზე. შემდეგი ფენა შოკოლადი და ზემოდან უკვე ციტრუსი, ანუ ფორთოხალი. მეც უკვე მზად მაქვს განაში. თანაბრად უნდა იყოს, ხო? ჩავასხათ. მზად არის. ეხლა ეს შეინახე მაცივარში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ მოვამზადებთ ციტრუსის ფენას. უნდა იყოს გაგრილებული, რომ ერთმანეთში არ აირიოს. მივდივარ მაცივარში. კი. გავწუროთ ეხლა წვენი. ჩავასხათ აი ამაში ჩამოვწუროთ ფორთოხლის წვენი. დაახლოებით 3 ფორთოხლის წვენი დაგჭირდება. ხო, აი ასე, ამიტომ დაგიძახე. კარგად ჩააწურე. აი წვნიანი პორტოხალია. 3 პორტოხალის წვენი. კარგად გავწურეთ. დაახლოებით მივიღეთ 300 მილilitrამდე სითხე. ამას უნდა დავუმატოთ 5 კვერცხის გული. შიგნით ვაგდებთ მხოლოდ გულს. 1. შენ ანთე ცეცხლი უკვე. ესე იგი 3 პორტოხლის წვენი, 5 კვერცხის გული. შაქარი რამდენი უნდა? შაქარი ბლომად უნდა დაახლოებით 300 გრამი შაქარი. ჩავყაროთ. აი ესე. ყველაფერი ერთად უნდა გავხსნათ. კარაქი ჩავაგდოთ 120 გრამი. მთლიანად ჩააგდე ეს კარაქი. და დავასხათ ზემოდან წვენი შაქართან ერთად. საინტერესო. ამდენი კარაქი, ამდენი კვერცხი და უფრო მეტი შაქარი. ამ დესერტს, რომელსაც ვამზადებთ, პრინციპში ინგლისურად ქვია chocolate bar. Bar ანუ ფილა, ხო? ანუ ეს არ არის ნამცხვარი, როგორც ეგეთი, ეს არის უფრო ტკბილეული, ანუ შოკოლადის და ფორთოხლის ესეთი ფილა გვექნება, სხვანაირად დავჭრით, როგორც ნამცხვარს ისე არა. და მე გემრიელად. ეს უნდა შესკელდეს, ხო? ოდნავ უნდა შესკელდეს, აი ხედავ? დაიწყო შესკელება. ცოტა. ცოტა. მორია, კარგად.
ხო, იმიტომ რომ არ უნდა აიჭრას. შვენიერია, გადმოდგი. იდეალურია. ეხლა უნდა ფორთოხლის კონფი გაცივდეს, გაგრილდეს და შემდეგ დავასხათ უკვე შოკოლადის ფენას. ნელა აი ესე გავავსოთ. ეხლა ამას დაჭირდება საათნახევარი მაცივარში, რომ კარგად გაგრილდეს, გაცივდეს და მერე უკვე დავჭრით. წავიღებ. შოკოლადის და ფორთოხლის ფილა. დაგჭირდება 200 გრამი შოკოლადის ორცხობილა, 300 გრამი შავი შოკოლადი, 250 მილილიტრი ნაღები, 220 გრამი კარაქი, შაქარი 300 გრამი, 5 ცალი კვერცხი და 3 ცალი ფორთოხალი. დესერტი მზად არის. ულამაზესად გამოიყურება ჩვენი ფორთოხლის და შოკოლადის ფილა. ეხლა უკვე უნდა გავსინჯოთ. ლამაზად მოვჭრათ. გემრიელი ორცხობილის. ნახე, ორცხობილის ხმა. ასე. აი, გამოვიდა. ნახე რა ლამაზია. ულამაზესია, კარგად ჩანს ხრაშუნა ორცხობილას ძირი. დადეთებს უნდა გავსინჯო. ეხლა უნდა გავსინჯოთ. აუ რა მაგარია. დღის ინგრედიენტებზე საუბარს ვიწყებთ სალათის ფოთლით, პროდუქტით, რომელიც ვიტამინების ნამდვილი კონტეინერია. ჩვენ ყველამ ასევე კარგად ვიცით, რომ სალათის ფოთოლი აუცილებლად ცოცხალი სახით უნდა მოვიხმაროთ და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სალათის ფოთოლს ჩვენ უამრავ კერძში ვიყენებთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სასარგებლო და გემრიელია, ასევე ეს ხასხასა პროდუქტი ძალიან ლამაზ ხდის საბოლოო ჯამში ჩვენს კერძს. ასევე საინტერესოა ვიცოდეთ, რომ თურმე ძალიან სასარგებლო ყოფილა სალათის ფურცლების ახლად გამოწურული წვენი, რომელიც აუცილებლად გამოწურვიდან 30-40 წუთის შემდეგ უნდა მივიღოთ, ასე უფრო სასარგებლოა. სალათის ფოთლის შეძენისას ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა იყოს ხასხასა და წვნიანი და არავითარ შემთხვევაში დაბურული და ლაქებიანი. შეძენიდან კი 1-2 დღის განმავლობაში უნდა მოვიხმაროთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავყინოთ. თუ განწყობის და ცხოვრების ტონუსის ამაღლება გსურთ, ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება გინდათ და ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე ოცნებობთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიირთვათ ფორთოხალი. ციტრუსების ეს საკმაოდ საპატიო წარმომადგენელი, ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას. დილის ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით დაწყება კი მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგვავსებს. გარდა ამისა, საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია და რეკომენდირებულია დიეტების დროს. ძალიან გემრიელია ფორთოხლით მომზადებული სხვადასხვა ტკბილეული თუ ნამცხრობი, მაგრამ ამავე დროს ის ძალიან უხდება ხორცის კერძებსაც თავისი პიკანტური გემოთი და არომატით ის მათ განსაკუთრებულს ხდის. ახლა სწორედ ფორთოხლის სეზონია და ქართულ ბაზარზე შეგიძლიათ ადგილობრივი ნატურალური ფორთოხალი შეიძინოთ, ასე რომ დროს ნუ დაკარგავთ. თუ უნივერსალური გარნირის მომზადება გადაწყვიტეთ, რომელიც სასარგებლოსთან ერთად გემრიელიც უნდა იყოს, მაშინ არჩევანი აუცილებლად კუსკუსზე შეაჩერეთ. კუსკუსი ეს არის მაროკოული და ალჟირული სამზარეულოს შეუცვლელი ინგრედიენტი, პროდუქტი, რომელიც მანის, ქერის, ბრინჯის ან ხორბლის ფქვილისგან მზადდება, ანუ ბურღულეულის კატეგორიას მიეკუთვნება. ქართულ ბაზარზე კუსკუსის საკმაოდ ფართო არჩევანია წარმოდგენილი. გაითვალისწინეთ, რომ განსხვავებულია სხვადასხვა სახის კუსკუსის კალორიულობა, ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაეცანით მის შეფუთვაზე დატანილ ანოტაციას. გეტყვით, რომ კუსკუსი ძალიან უხდება როგორც თევზს, ასევე ხორცსაც, მაგრამ ასევე უგემრიელესია კუსკუსის ტკბილი ვარიაციები, მაგალითად კუსკუსი თაფლთან ერთად, თუ აქამდე არ გაგისინჯავთ, მაშინ აუცილებლად უნდა გასინჯოთ.
დღეისათვის ინგრედიენტებზე სულ ეს იყო, თქვენ კი წინ პროფესიამ ზარეული გელოდებათ, სადაც გაიცნობთ 24 წლის ახალგაზრდას მახოს, რომელიც უკვე 10 წელია თავის საყვარელ პროფესიას ემსახურება. ჩემ მიზნებში ზის რომ მიშელინის ვარსკვლავს ოდესღაც მივახციო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული წოდება შეფუძარეულისთვის. ამ სფეროში ვარ უკვე 10 წელია დაახლოებით, მოხდით 14 წლის ასაკიდან. ჩვეულებრივად სწავლობდი სკოლაში და უბრალოდ ოჯახის წევრები ძირითადად ჩემი სანათლისო კულინარიით არის დაკავებული. დავიწყე ნოლიდან, ვიყავი ჩვეულებრივად მზარეულის დამხმარე, ურეცხავდი ტაფებს და ასე შემდეგ. სამზარეულოში რომ შემოდის შეკვეთა, მე მიხარია რა, გულით ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი საქმე მიყვარს. პირველი კერძი გავაკეთე, იტალიური კერძი არის, ფილეტო ფუნგი. სხვათა შორის ძალიან დაძაბული ვიყავი, როცა ვაკეთებდი, იმიტომ რომ მაინც პირველი იყო და ველოდებოდი აუმეთი როგორია და ბოლოს მითხრეს, რომ ნორმალურია. და რო ვკითხე, რომ ესეთი პასუხი რატო არასდროს არ გეტყვი, რომ კარგია, იმიტომ რომ მეტი და რაც შეიძლება უკეთესი და რომ მეუბნება სიტყვაზე მზარეულო ეს კარგია, არა, მეუბნები, უკეთესიც შეიძლება. ჩემთვის რესტორნის მომხმარებელი ყველა ერთია, ყველა ერთად დგას, ჩემთვის ყველა სტუმარი არის და ყველანაირად ვცდილობ კერძში მაქსიმალურ ძალებს ვხდებ, რომ ყველაფერი გამომივიდეს იდეალური. ანუ ეს სარესტორნო სისტემა, სამზარეულო ეს სფერო არის ისეთი რაღაც, რომ ძალიან შეზღუდული ხარ რა. მოითხოვს ძალიან დიდ ცხვერს, ანუ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, გიწევს ახალ წელს მუშაობა, ესე რომ ვთქვა და ჩემმა ძმამ შეირთო ცოლი და ჩემი ძმის ჯვრისწერაზე ვერ წავედი, იმიტომ რომ სამსახურში უნდა ვყოფილიყავი და ვმუშაობდი ჩვეულებრივად პირველად ანუ 14 წელს ხო ვიყავი რომ შევედი სამზარეულოში და 16 წლის რო გავხდი რა 16 მარტს მაქვს დაბადებისდღე და ანუ ეგრეთ წოდებული ოქროს დაბადებისდღე ქვია და ეს ოქროს დაბადების დღეზე მუშაობდი პიცის ფეჩთან 16 მარტს 16 წლის რო გავხდი. ამ დროის განმავლობაში პროფესიული ჩვევა რაც შევიძინე და გამოვიმუშავა ჩემო ფსიქოლოგიამ პირველ ეს არის რომ 99% საკვებს ჭამ ფეხზე დამდგარი რა ეს ჩვევა მაქვს ერთ-ერთი. არ უარყოფ, მე არ ვიცი ყველაფერი. მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რაც შევიძინე და ვისწავლე ის ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები და ვცდილობ იმას რომ კიდევ ვისწავლო რაც შეიძლება ბევრი რომ ამ ყველაფერს მივახციო რაც მაქვს ჩანაფიქრი. და აი აქ უკვე შემიძლია ცოტა ბევრი შოკოლადი დავასხა. სულ დაასხე.